1795 წლის შემოდგომაზე ირანის გამგებელი აღა მაჰმად-ხანი თბილისს დაესხა თავს. საჭურისმო მბრძანებელმა ქალაქი მიწასთან გაასწორა. განსაკუთრებული სისასტიკით აბანოები დაარბია. ეს როცა შემოდის აღმად-ხანი 1792 წელს როცა იკავის თბილისს სექტემბერში ხდებოდა ასაჭონ უთხარს რომ ეს ძალიან ისეთი ცნობილი წყალი არისო გოგირდისო რომ კონალსო ყველა უბედურებასო და იფიქრა მოდი ჩემ სენსაც მოირჩენ რაც საკვირველე მას ეს ამან არ უშვა და დაანგრია. თბილისში დღემდე შემორჩენილ აბანოთა შორის ყველაზე ძველი ეგრეთ წოდებული ჭრელი აბანოა. ნაგებობა იმჟამად ციხე ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელთან იდგა და ციხის აბანოდ იწოდებოდა. მეფე ერეკლე მეორემ ტახტის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში განსაკუთრებული დახმარებისათვის აბანო ერთ-ერთ მთავარ სარდალს თავის სიძეს დიმიტრი ორბელიანს უსაჩუქრა. სულ ქვია ციხის აბანო მას. აჩოქა ორბელიანს, ხო? ეწოდება ორბელიანების აბანო. ამიტომ. და ანა ესე ცნობილი პიროვნება იყო, უყვარდა ბესიკს სკოლაში ნასწავლებლად ტანოზე ეს აი მას მიუძღვა ეს ანა. იყო ამ დიმიტრის მეუღლე. ყაჯარი მბრძანებლის მიერ დანგრეული უბნების მშენებლობა წლების მანძილზე გრძელდებოდა. აბანოს აღდგენით სამუშაოებს თბილისელი ყიზილბაშ უსტაბაში ხანიფა ედგა სათავეში. ეს საქმე მისთვის მიაბანოვე მამად ყასუმ ქალბალის შუამდგომლობით მიუნდვიათ. უსტაბაშ ხანიფას ჭრელი აბანოს მშენებლობისათვის მთავრობისგან 17 თუმანი თეთრი ფულით აუღია. როდა დაანგრია ამან-ხანმა ეს აბანო მე-19 საუკუნეში ისევ აღადგინეს და მოაპირკეთეს ესე შორენკეცებით რასაც დღეს ხედავ როგორ ლამაზი ისენი ჩუქურთმებიანი და მოხატულია ისანი ფილებით არის. ჭრელის აბანოს არკი მე-19 საუკუნის 20-30 წლებში ესეთი პირველ ნახევარშია აღდგენილი ეს აბანო და ამიტომ ქვია ჭრელი აბანო. ესე იგი ორბელიანების აბანო და ჭრელის აბანო არის ციხის აბანო და არის ხოჯეს აბანო. როგორც ყველა მიცით რა არის ეგ? ეგ არის ჩვენი ქალაქის მზე. იმიტომ რომ ყველა მაგას ეძახეს. ეგ ისტორიული ადგილია. მოდის მე-17 საუკუნიდან, ანუ 1762 წლიდან, სადღაც ეგრე. მოტანილი მასალა, რასაც ქვია იმ რა მასალით არის აშენებული. მასალა მოქონდათ არაბეთიდან აკლემებით. დიახ, ის მარმარილოს ქვები, პლიტები, რაც იატაკზე დაგებულია. ოდითგანვე თბილისის აბანოებს ბევრი გამოჩენილი ადამიანი სტუმრობდა. ალექსანდრე ძიუმა, მარკო პოლო, შარდენი, პუშკინი. აი ცნობილ ადამიანებზე რომ ვილაპარაკოთ, ჩვენთან იყო როკფელერი. იყო ჩამოსული, უბანავია ჩვენთან, ჩვენ აბანოში დაპატიჟებული იყო. უბანავია კენედის სანამ პრეზიდენტი გახდა. კი, იყო ეგეთი ამბავი. ლუდმილა ზიკინა იყო. დიდი ხნის წინათ თბილისის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედი არა, მაგრამ მისი ძმა ედუარდ კენედი სტუმრობდა. თბილისში ის ისტორიულ აბანოსას წვევია და უკან ამერიკაში დაბრუნების შემდეგ უთქვამს. ისევ იბანავე, იმდენი ჭუჭყი მომაცილა თბილისელმა მექისემ, მეგონა ცხოვრებაში შხაპი არ მიმიღიაო. ძველი თბილისის აბანოების ლაბირინთებს ცნობილი ადამიანების გარდა ხშირად მოჩვენებების სტუმრობენ. მინდა მოგეყვეთ ერთი ძალიან საინტერესო ისტორია. მე მომისმენია ეგ ძველი მექისისგან, ეხლა უკვე აღარ მუშაობს აქ. იყო ეგეთი საქმე პატარა მე-6 ნომერში დაუძახეს ქალს მექისეს. შევიდა მექისე, ხედავს ტახტზე წევს ულამაზესი ქალი, ულამაზესი. მეც ვიფიქრეო ეს რა ლამაზი ქალიაო. ავიღე ქისა, გავიკეთე ხელზე და მინდოდა რომ დავიწყო ქისის გაკეთება. წამში, წუთში გაქრა. გაგიჟებული, გამოვარდი გარეთო, ყვირივარო. ეს მოჩვენება იყო, თუ რა იყო, თუ მეხუმრებითო, ყველას გაუკვირდა. ვინ დაგიძახაო? არავის არ დაუძახია, თვითონ ჩამოვიდა, მომესმა საიდანღაცო, ხმაო, რომ ქისა უნდათ მე-6 ნომერში. ავიღე ჩემი ქისა და ჩამოვედიო. აი ეგეთი ისტორია იყო. მე ეგრე მახსოვს, რომ ჩვენი მეზობელი ქალი ღამე ჩადიოდა ალაგებდა აბანოებს. და
ქმარმა ნახა რომ ძალიან გვიან გამოდის ქალბატონი რა და ჩავიდა თავის მეუღლესთან რომ სადახ რამდენი ხანი 3 ნახევარი ღამე რომ თავის მეუღლე არ ამოსვლას და რკინის კარებები იყო და იქ პატარა ნახვრეტი იყო იქიდან რომ შეხედა თავის ქმარმა ნახა რომ მაგის ცოლი შუაში ცეკვავს და ეს ცოტა კაცი ეჭვემპერობით ეს ქალი რაზეც ცეკვავს ნორმალური ქალი ოჯახის ქალი ბავშვების რაღაც და რო კარები დაგაკუნა ეს ქალი დავარდა ცუდად გახდა რო აიყვანა ეს ქალი რაზე შემაშელია აქო ხალიჩებზე რო კაცები დუდუგებზე რამე უკრავდნენ და მეც ცეკვავდნენ გარდა ჰიგიენური და სამკურნალო დანიშნულებისა აბანოები თბილისელი თავადებისა და ყარაჩოღელების შეკრების ადგილსაც წარმოადგენდა იმართებოდა კეიფებიც ჩამოსული სტუმრებისათვის აქვე ყოფილა სასტუმროებიც იყო ქალების შეკრების დღეც სამშაბათობით აბანო ქალთა კლუბად იქცეოდა აქვე ხდებოდა მომავალი საზღვრების შერჩევაც აი პატარძლის არჩევაზე ეხლა მაჭანკლად რომ მიდიოდნენ იმას ეუბნებოდნენ რომ აი გოგოს ნახვა გვინდა ადრე გრძელი ხალათებით ახალგაზრდა გოგოები რომ მიდიოდნენ გოგოს არ აშუქებდნენ ადათით ფარდის უკან იყო და ეს გოგოს ნახვა მარტო ქორწილში ხედავდა და ეხლა ეს ქალები მაჭანკლე რა მე ამ გოგოს აიყვანდნენ აბანოში მოყავდათ რომ იქ ნახონ გოგოს ფორმა რა სილამაზე რა ცელეთმიანი რაც და იმდროს უკვე თუ მოიწნებოდა დედამთილს სულ ბოლოს დედამთილს ეძახოდნენ ჩაიზე უკვე ჩაი შაქარები რაღაცა ტკბილობას როდებდნენ значит დედამთილი უკვე თანახმა აბანოში არ ჭირდნენ გოგოებს მაშინ ხო ის ასე დადიოდნენ არაფერი არ აჩარდა ეხლა არც გინდა სწორაფერი ჩადერა მაგას ვადრო იყო ეს ხოდი აი ეს ხევი აი ეს პატარა ხევი და ამ აბანოს დიდი ხევი აქვს ტუნელითა აკავშირებს აი მტკვართან ადრე წყალდიდობა რო იყო აქ ხეები რაღაც სულ გაიჭედა ეს რომელ წელს მოხდა ისეთი ცნობილი ის იყო ტრაგედია 6 წელს იყო ეს ამბავი და ადრე აბანოში ხალხი რო ქალები ბანოდნენ აი სინდისის ნამუსის გულისათვის არ ამოვიდნენ აბანოში და ძალიან ბევრი ქალბატონები დაიხვდნენ ძალიან ბევრი ქალბატონი და კაცები მაინც როგორმე გამოვარდნენ ეს იმიტომ რომ თავის თავმოყარების ამის გამო ადრე კი ათასლეულებს ითვლის ქალის განწმენდის ებრაული რიტუალი მიკვეს ტრადიცია დღემდე გრძელდება მიკვეს სინაგოგასთან არსებული რიტუალური აბანოა რომლის დანიშნულება არა მხოლოდ ჰიგიენური სისუფთავის დაცვა არამედ რიტუალური განწმენდაა ეხლა ჩვენ შემოვდივართ თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ ადგილას ეს არის სინაგოგასთან არსებული მიკვე რიტუალური აბანო ეს არის ადგილი სადაც როდესაც პატარძალი ქორწილის წინ მოყავთ რიტუალურ აბანოში მიკვეში მას მოყვება თან მთელი პროცესია ნათესავების პროცესია მამაკაცებს ეგზალებათ აქ შემოსვლა ისინი ელოდებიან გარეთ და პატარძლის თანხლები პირები დროებით რჩებიან ამ ოთახში აი ასეთი იყო პატარძლის მიკვეში წაყვანის ცერემონია ძველად ეს გახლავთ ებრაელი მხატვრის შალომ კობოშვილის ნამუშევარი, სადაც ასახულია პატარძლის მიკვეში წაყვანის პროცესია დაახლოებით მე-19 საუკუნის მიწურულს. ხა ჩვენ შევდივართ მიკვეში, მიკვეს რიტუალის წინ მოსამზადებელ ოთახებში. ეს არის აბაზანა, სააბაზანო, მომზადებული სპეციალურად გოგონებისთვის, სანამ ისინი მიკვეში მოხდებიან. ეს არის უშუალოდ მიკვე. მიკვე, რომელიც აღგებულია ყველა ძველი ტრადიციის გათვალისწინებით და ყველა ძველი წესის დაცვით. მიკვე აუცილებლად უნდა შენდებოდეს უშუალოდ მიწაზე. არ შეიძლება გამოყენებული იყოს გამზადებული ბლოკები. მიკვეს წყლის დონე არ უნდა აღემატებოდეს 10 სანტიმეტრს. ეს არის მიკვეს წმინდა წყალი. მიკვე, როგორც უკვე მოგახსენეთ, არ არის გიგიენური თვალსაზრისით განკუთვნილი აბანო. მიკვე არის რიტუალური განწმენდისთვის განკუთვნილი აბანო. წყალი, რომელიც სულიერად განწმენდავს
ადამიანს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიმყოფებით ქალთა მიკვეში და ქალისთვის მიკვე, ნებისმიერი ებრაელი ქალისთვის არის წმინდათა წმინდა ადგილი. პატარძალი ქორწილის წინ ვალდებულია განიწმინდოს, სულიერად განიწმინდოს მიკვეში და გაიაროს მიკვეს რიტუალური ცერემონიალი, მიკვეს მიღების რიტუალური ცერემონიალი, ხოლო გათხოვილი ქალბატონები ყოველთვიურად ვალდებული არიან განიწმინდონ მიკვეს წყალში. ყველა აბანოს ძველ თბილისში თავისი სახელი ერქვა. მელიქის, მეიტრის, გოგილოს, შიოევის აბანოები ძირითადად თავადების კუთვნილებას წარმოადგენდა. ისინი იჯარით გაიცემოდა და იმ დროისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. რომელ აბანოზე ვარ ჩვენ ახლა? ეს არის ბახმალოს აბანო. ბახმალოს. აი რას ნიშნავდა ეგ? ბახმალო არის, ეხლა აზერბაიჯანის მამა პაპულის იტყოდ ბახ. აი უყურე. აი ეგეთი რაღაცა იყო, რომ ეგეთი სახელი დარქმული ქონდა და ეს სიდმო პერვიფდა რომ სხვა აბანო აი მაბანოს გვერდში იყო სიდმო პერვი და სიდმო ვტარვი. ამათ მაბლების აბანო იყო და ესე ძელუბნებში როცა წადი სიძმო ვტაროში ცოცხალი თევზი დაიჭირეო. ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში არაბი გეოგრაფი იბნ ჰაკული გზათა და სამეფოთა ციკლში აღწერს ძველი თბილისის აბანოებს. მე-13 საუკუნეში თბილისში 65 აბანო ყოფილა. დღესდღეობით რამოდენიმეღა შემორჩა.